როგორ დავხუროთ კრიტიკული ტელევიზიების სპეცრაზმის გამოყენების გარეშე? როგორ მოვიქცეთ თუ მათ ჟურნალისტებს, ოპერატორებს ვცემთ, მაგრამ ახალ გადაღებებზე მაინც დადიან. წამყვანებს ვუსაფრთხებით, კისერს ვუგრეხთ, მაგრამ გამოჯამრთელებისთანავე მაინც ეთერში ბრუნდებიან და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს თავის სახელს არ ქმევენ. დამფუძნებლებს, არხების მმართველებს ან მათ ოჯახის წევრებს სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ ვამყოფებთ, დევნილად ვაქცევთ, ციხეში ყველაზე წარმოუდგენელი და დემონსტრაციულად გამოგონილი ბრალდებით ვსვამთ, გადაცემების დაფინანსების წყაროებს უკიდურესად ზღუდავთ, მუდმივი ფინანსური პრობლემების პირობებში ვამყოფებთ, მაგრამ ფორმულას, პირველის, კავკასიის, კვირისპალიტრის ლოგოები საქართველოს მოსახლეობის ტელევიზორების მენიუში კიდევ ჩანს და არ ქვრება. დღე და ღამე, დარსა და ავდარში, დარბევებისა თუ სტიქიური მოვლენების გასაშუქებლად, ადამიანების პრობლემების საჩვენებლად მაინც მუშაობენ, უძლებენ და დემოკრატიული, ევროპული მომავლის საქართველოს ლამის ბოლო იმედს უნარჩუნებენ ხალხსაც და ქვეყნის მოკავშირეებსაც. არადა როგორი კარგი იქნება სამყარო ამ ტელევიზიების გარეშე. როგორ მშვიდად გავაგრძელებთ ერთი კაცის ავტორიტარიზმის შენებას, სახელმწიფოს ქონების ძარცვას, მითვისებას, ხალხის გაღატაკების ხარჯზე გამდიდრებას, რუსეთის დილეგში ჩუმად შეთრევას. ამიტომ სხვა რამეა საჭირო და ეს სხვა უკვე კარგად ნაცადი და აპრობირებული მოდელის სახით აქვეა ჩვენს სამეზობლოში და დაიწყო მედიის რეპრესიის ახალი კანონით უზრუნველყოფილი ტალღა. დღეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ფორმულას ქართული ოცნების წარმომადგენელმა უჩივლა ირაკლი კობახიძის მინდობილობით. ანუ ირაკლი კობახიძემ და ქართულმა ოცნებამ გვიჩივლას. მომჩივანი ნათია ბოკუჩავა აღჭურვილია პირადად არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მინდობილობით და ფორმულას წინააღმდეგ მოქმედებს პირადად კობახიძის სახელი. ივანიშვილის პარტია მოითხოვს მაუწყებლობის შესახებ კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს ფორმულას და ამოქმედეს სანქციების აღსრულების დროებითი წესი. ახლა მოგიყვებით რა არის ამოკრებილი ფორმულას საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების ტექსტებიდან. ქართულ ოცნებას ჩანს, რომ ყველაზე მეტად აღელვებს ლეგიტიმაციის საკითხი, ამიტომ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას თხოვენ სანქციებას ყველა იმ ფრაზისა და სახელდებისთვის, რომელიც მიანიშნებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე და ამ საკითხზე მიბმულ მნიშვნელოვან ტერმინებს. ქართულ ოცნებას სურს ჩვენ გავჩუმდეთ. ახლა მოგიყვებით რას გვიგრძელავენ. მათი სურვილია მაგალითად არ ვთქვათ რეჟიმის პატიმრები. ფორმულა საინფორმაციო გამოშვებაში ითქვა ასეთი წინადადება. რეჟიმის პატიმრების რიცხვი დღეს შესაძლოა კიდევ ერთით გაიზარდოს. ქართული ოცნება მიმართავს თავის მიერ კონტროლირებულ მარეგულირებელ კომისიას, რომ ამ ფრაზის გამო ტელევიზია დაისაჯოს. შემდეგ არალეგიტიმური პარლამენტის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია. მათ სურთ, რომ ჩვენ ეს კომისია ლეგიტიმურად ვცნოთ. მათ სურთ აგვიგრძელონ თქვა, რომ ეს რეჟიმის სასამართლოა. ანუ გავჩუმდეთ და არ გითხრათ, ვის ემორჩილება ეს სასამართლო. მათ სურთ, რომ შალვა პაპუაშვილს არ უწოდოთ არალეგიტიმური თავმჯდომარე. მათ სურთ, რომ რომელიმე წულუკიანს ან სუზარ სუბარს არ უწოდოთ ოლიგარქის დეპუტატი. რეჟიმა უყურა ფორმულას გადაცემებს, როგორც აღმოჩნდა პირველისასაც და ჩამოწერა ასაგრძალი სხვა სიტყვები და ფრაზებიც. მაგალითად, ოლიგარქის ბიზნეს პარტნიორი, რეჟიმის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, პროპაგანდისტული საყრდენის ტელევიზია, პრორუსული პოლიტიკური რეჟიმი, პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, რეჟიმის პრემიერი. ცხადია, ეს მხოლოდ დასაწყისია. პირველი დოკუმენტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა და მარეგულირებელ კომისიას გაუგზავნა, ეს დოკუმენტია. ეს არის ცენზურა, რომელიც მიზნად ისახავს ისედაც ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მედიის საბოლოოდ განადგურებას. რეჟიმს სურს აგვიგრძელოს სიტყვა. ერთი სიტყვით ივანიშვილმა წამოიწყო მედიის დახურვის ფინალური სტადია. ყველაფერი, რაც ახლა ვილაპარაკეთ, ამ დრაკონული კანონის ქვეშ ექცევა. ისინი მოგვედავებიან ყველა სიტყვაზე. ეს კანონი შექმნილია მედიის სრული სტერილიზაციისთვის. და თუ ეს, ანუ სტერილიზაცია არ გამოვა, მის, ანუ დემოკრატიის ბოლო ნარჩენის გაუქმებისათვის.